ძმებო, მოკლედ აქ რომ მოხვალთ, აი იქ არის ოთახი, სადაც აწერ ხელს რა. ეგო უნდა გაიხადო და დატოვო იქ. აი როგორც კი გეგონება რომ აი გამიშვი მე ვიცი ეგ არა მიმიშვი მე ვიცი აი ეგრევე იმ მომენტშივე ცხვირში მოხვდება წიხლი რაც უფრო თანაბლურად შეხედავთ მაგას ბევრად უფრო გაგიმარტიდებათ მე რაღაცების სწავლაც რა არა შევიდა ლეპტოპს რომ მალავდი ხოლმე რომ აი გაიხარე ძმო ძალიან დიდი მადლობა შემოგევლე ძალიან მიხარია გავიზარდე შენ ვიდეო შენ არ ხარ მოტოთი აღარ რატო ბარაი გულდერი აღარ ხო აი აღარ просто სახეზე არ გამომაჩინო დანარჩენი რაც გინდა იცი ხო ეგ შემოგევლე აღარ შემახსენებდი ის თემა რა მხარეს რო იქნები ამ ფეხს ჩამოეკიდე ამ მხარეს რო იქნები იმას ჩამოეკიდე პირველი წრე ცოტა მოუხურდეთ გავი არ გამოვიაროთ ისედაც 20 სიარული ცოტა გავათბოთ ტვინი გული რეფლექსები ყველაფერი იცი რატომ ჯობია ეს კონტენტი აბსოლუტურად ყველა ქართულ და თუნდაც არა ქართულ ტრეკის მოტო კონტენტს ინფორმაციის თვალსაზრისით რა თქმა უნდა იმიტომ რომ სულ ნულიდან ჩემთან ერთად ხედავთ თითოეული ვიზიტის შედეგს თითოეულ შეცდომას კრინჯობას უხერხულობას რაღაცის ვერ გამოსვლას რასაც არავინ არ აზიარებს აი მაგას აი შავი საქმის ჩვენება რაც რეალურად გზრდის ამ დრილების კეთებაში და ეგრე წრეზე სიარული როგორც წესი არავის არ უნდა ხოლმე რომ აჩვენოს ყველას უნდა რომ შედეგი დაგანახოს რომ აი ფლექსაოს და აი რაღაცა ნიდაუნ და რაღაცები ვითომ ყველა ერთხელ მივიდა და თითქოს დაიბადა სამშობიაროშივე პირდაპირ მოტოთი ვისაც იმის გამო გერიდებათ მისვლა რომ ნულიდან იწყებთ და არაფერი იცით და ვინმე ნახავს მაგას და განცდა გაქვთ რომ აი არ მოგიწონებთ დაგიწუნებთ და მე თქვენ ცხოვრებაში რამე შეცვლის ძალიან ცდებით ყველა ვინც რამე იცის ამ სფეროში ნუ ვიღაცა მეტად ვიღაცა ნაკლებად აბსოლუტურად ყველა ვისაც აი ეს რაღაცები კარგად გამოსდის აქვს ძალიან ბევრი საათი გატარებული ტრეკზე ან რავი ამის კეთებაში სადმე და ყველა სფეროში ეს რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის ვისაც საერთოდ ნულიდან გინდათ რომ უხერხულობის კრინჯობის garaშე მიხვიდეთ ლილოზე მაგალითად თუნდაც რახან ლილოზებს აუბრობთ თუმცა ყველა დანარჩენ სხვა საქმიანობას და სფეროს ეხება ეს რა თქმა უნდა ვიდეოს გადაღება იქნება თუ არხის დაწყება იქნება YouTube-ის თუ ასე შემდეგ მოკლედ ვისაც გინდათ რომ მაგალითად ლილოზე მიხვიდეთ და რაღაცები ისწავლოთ მინიმუმ იმის გამო არ მოგერიდოთ რომ აგერ ძმაო მე ვდებ ვიდეოებს იმისას თუ რაღაცები როგორ არ გამომდის კიდევ გავიმეორებ ამის გაზიარება იმის მაგივრად რომ მომერიდოს ან რაღაცა არ მესიამოვნოს პირიქით ჩემთვის უფრო მამოტივირებელია ამიტომ რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აგერ გამჭვირვალედ და შეულამაზებლად შეიძლება ყველას რომ ნახოს აგერ ნახავთ რამოდენიმე ვიზიტმა თუნდაც რა შეიძლება რომ მოგცეს მე თვითონაც ძალიან გამიხარდება რომ ამ ვიდეოებს მე რომ ნახავ რაღაც ხო არ გადაო სად ვიყავი და ეხლა სად ვარ ანუ ჩემთვისაც ძალიან კაია ამის ეს სადღაც ონლაინ სივრცეში არსებობა ხო გას რო ვაძლევ გავდივარ მოსახლეობაში. შენ თლიანად დადიხარ თან ხო წრეზე? თლიანად დავდივარ. რეგუსას იმყავდა ეს ამის ახალი. წინაწელს იმით საკაიფოდ დავდიოდი ყველა მოსახლეს მართლა. ამასობაში ერთ-ერთ მოსახლეში რაღაცას გავარტყი, ავამონტაჟებდი ვიდეოს და თან უყურებდი. ვიდეო სტაბილიზაციის გამო საერთოდ არ იგრძნობა, რამდენად გამოიქნია ტრაკი, მოტომ პირველად იგრძენი მან დრო ლილოზე რო ნებისმიერ წამს შეიძლება მართლა მოსრიალდე და გაიშხლართო სადღაც. აქ საერთოდ არ აღიქმება, კიდევ ვიმეორებ ვიდეო კამერის სტაბილიზაციის გამო ესე. იმ მომენტში მართლა მქონდა განცდა რომ რაღაც დროით აი საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი ვერაფერს. ხო, რა საინტერესოა რას მოვარტყი. როგორ ხარ? საბურავი მაბრაზე. ახალი გჭირდება? არ ვიცი, იმენა სრიალებს? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბოლაჯის ეს არის მოტოკიპრების მაღაზია რომელიც ძალიან მეხმარება იმაში რომ აი ეს ყველაფერი გავაკეთოთ უღრმესი მადლობა VS Coffee-ს რომელიც ასევე გვერდში მიდგას აქ შეგიძლიათ ძალიან კარგი ყავა მიირთვათ სენდვიჩები წყნეთშია ზუსტად ცენტრში შეგიძლიათ უთხრათ რომ სუპერსკინის გახართ მოსული ან უბრალოდ სუპერსკინი უთხრათ ეს იქნება კოდური სიტყვა და 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ნებისმიერ ამაზე რაც აქ შეიძენთ და ასევე დიდი მადლობა JetMedia-ს JetMedia არის ვიდეო კონტენტ სააგენტო რომელსაც შეუძლია რომ თქვენი პერსონალური ბრენდისთვის ან თქვენი ბიზნესისთვის შექმნა ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტი რომლის garaშეც ალბათ დამეთანხმებით რომ დღესდღეობით ფიზიკურად ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ონლაინ თუ არ ჩანხარ ჩათვალე რომ არ არსებობს. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩემ ყველა გამომწერს თქვენ, იმიტომ რომ თქვენ garaშე ეს ყველაფერი ვერ იარსებებდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი რომ ამისთვის ამდენი დრო დამეთმო, ვინც ამ სფეროსთან ოდნავ მაინც შეხებაში ხართ, გეცოდინებათ თუ რამხელა დროს და ენერგიას მოითხოვს თითოეული ეს სრულმეტრაჟიან YouTube-ის ვიდეო აქ, Instagram-ის რილებზე რა თქმა უნდა არა საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. როგორც კეთდება და შეუბერეთ მე
ეხლა მაგასაკში აღარ ვარ და არც პირველი პრიორიტეტი ეხლა ჩემთვის ამ ყველაფრის კეთება, ამას პირდაპირ ვიტყვი, რომ ვიღაცას ვეპრანჭო იქ და რაღაც სასწაულ დროებზე პრეტენზია მქონდეს. თქვენც გირჩევთ რომ შეხედოთ ზუსტად ასე. ვინმე შენზე უკეთესად შვება ამას, ან რამეს, თუნდაც უკეთესი დრო აქვს, ძალიან მაგარია, ძალიან დიდი პატივისცემა და ძალიან დიდი დაფასება ჩემგან მათ. ვინმე საერთოდ არ მიდის იქ და ძალიან ლამაზი და შენზე უფრო ძვირიანი და სპორტული მოტო ყავს და მარტო ტრანსპორტად ხმარობს და საერთოდ ვერ შვება ამას, ეს ძალიან მაგარია და მათაც ძალიან დიდი პატივისცემა და დაფასებაა ჩემგან. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ ვიღაცის შეხედულების გამო, ვისაც შეიძლება საერთოდ არც იცნობთ, ან საერთოდ პატივსაც კი არც იცნობ, მაგრამ საერთოდ არ გაინტერესებს მისი აზრი. ნუ მოიკლებთ უხერხულობის ან იმის გამო იმას, რაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძალიან გართობს. უბრალოდ ჯერ არც იცი, რომ ესე ძალიან კაია, იმიტომ რომ არც გიცდია. კიდე საინტერესო რაც არის, აქ არის ერთ-ერთი მოსახვევი, მაგას ვეძახი საბურავებიან მოსახვევს, ხედავთ კიდევაც რომ საბურავები ყრია შესასვლელში. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე ეგრევე მარცხენა ფართე მოსახვევი იწყება, ეს ის ფორმის არის და გასართობია ძალიან. არ ვიცი თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება ეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ რამოდენიმე გავლა მხოლოდ ეს მოსახვევი მენახა უკვე ჩანაწერში. ერთ-ერთი შესვლის 5 წრიდან ამოვჭერი ეს 5-ვე შესვლა და სხვადასხვა მხრიდან შევდივარ, სხვადასხვა ხაზიდან შევდივარ, სხვადასხვა სიჩქარის შეტანის საშუალებას იძლევა. ამას რატო გიყვებით? ბევრი შეიძლება საერთოდ ვერ მიხვდეს, რატო ვიწვალე ამაზე და 4-ვე ერთად მივადე. ანუ ეს მაძლევ ხვდები მე რას, რომ რახან ესე კუსტარულად დაუწყე ვიდეო გადახვევ ვიდეოში ამების ყურებას, ეს თალსახად ნიშნავს, რომ შემდეგი ვიზიტის უეჭველი მჭირდება აპლიკაცია, მე ვიყიდი Race Chronos და ყველაფერს გაჩვენებ, საერთოდ ყველაფერს როგორ დაასეთაპო, როგორ გამართო ეს აპლიკაცია, აბსოლუტურად ყველაფერს გაჩვენებ, საიდან გადმოწეროთ, რა ღირს და ასე შემდეგ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც მობილურში ყენდება და აი ესე კუსტარულად რო არ იმკითხავთ, ყველანაირ სტატისტიკას ნახავთ, ანუ უსინქრონდება ეს data, ჩანაწერი ინფორმაცია თქვენს ვიდეოს და ზედდება და ყველაფერს ნახავთ. სპიდომეტრი, დახრის კუთხე, თვითონ maps რა თქმა უნდა ხედავ, ჯიგადატვირთვა, ну მოკლედ ყველაფერი აბსოლუტურად, ყველანაირ ინფორმაცია, რაც გაინტერესებს, იქნება ვიდეოზევე ზედ. ასევე გაჩვენებს, რომ მოსახვევში ქონდა უკეთესად დროის გამოყენების საშუალება, ანუ სად დაკარგე დრო და მოკლედ ძალიან გამომდგარი და მაღალი რეიტინგის და კარგად დაცდილი აპლიკაცია არის, რომელსაც ასევე შემდეგ ვიდეოში თქვენ თვალწინ შევიძენ, გადმოვწერ, შევიძენ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ჩემთან ერთად ამ ვიდეოებიდან გამომდინარე დაინტერესებს ეს ყველაფერი, შეიძლება ახაც წამოვიდეს და რატომაც არა უნდა გავაზიაროთ ეს ინფორმაცია, თუ ვინმეს ეს მოუნდა, უფრო მეტი ქართულენოვანი ესეთი დეტალები უნდა მოიპოვებოდეს ონლაინ, რომ ყველამ შეძლოს რაღაცა ბენეფიტის მაქედან მიღება. გამოიხედე შორს, ვიზორი აწიერო გიყურო სადიხედები. გამოიხედე შორს, იქ ტორმუზი საერთოდ არ გჭირდება. ND ტრეკის სიფართეს ჩამოსასვლელში უკვე იყურე დაახლოებით 180 გრადუსით აქ. იქიდან ამ ხარეს იქნებ ხედავ. და აი ქვემოთ რო იქნები, უკვე ასასვლელს უყურე რა. გაცილებით ფართია ვიდრე წარმოვიდგინე. დაიჯერე ცოტა მეტად ND და სტაბილური გაზით იყავი. და ძალიან უნდა გაგასწროს მხედველობა და მე მკერდი და თავი შეყავი მოსახვევში. აბა მიდი. აგერ ეს კაი ადამიანი დგას იქ ამ სიცხეში და რავი მაქსიმალურად ვცდილობს, რომ ყველამ იცით მივიდა და დაინტერესდა რაღაცა იქიდან წაიღოს. ჩემს შემთხვევაში შეიძლება რაღაც სხვა პრობლემაა, სხვა შემთხვევაში სხვა პრობლემა არის, მოკლედ ესე ინდივიდუალურად თქვენი რაღაცა არსებული გამოცდილებიდან და დონიდან და ცოდნიდან და რაღაცა პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაცას აუცილებლად გირჩევთ, ან თუ საერთოდ არ დაგჭირდებათ მისგან რაიმე რჩევა, უბრალოდ შეგიძლიათ რომ ამ ტრეკით ისარგებლოთ, თუ რა თქმა უნდა დაემორჩილებით იმ საერთო წესებს, რასაც ყველანი ვიცავთ იმისთვის, რომ უშაფრთხოდ გავერთოთ იქ ყველანი. ესე გაკლია, რომ ფეხი გაითალო. აწიე უკან რა, ბალიშებზე დადე. და ცოტა უფრო უკან დაჯექი, მოიხარე და უფრო უკეთესი იქნება. პროგრესი აშკარად არის, მაგრამ ეხლა გაჩვენებთ რას გულისხმობ რა. ეს არის თქვენი ჩტობი, მოგწონთ ეს ჩტობი? საკაიფოა. ეგრე არ დაჭდით. ეგ არის ჯდომი როგორც ვიხართ ეხლა. ეხლა გაჩვენებთ
აი მარჯვენა ცოტა საკუა იქნება. პასკერა რა იყო და უკვე მომწონს ბაიკი გააჩერე მან და რაღაცას გაჩვენე. და როგორ მინდა წაიკითხოთ. დააკვირდით ფართებს და ტრაექტორიებს. იდეალური წრე არ არის. სადღაცაა ცოტა ისეთი მომენტები. აი როგორ შევარჩიოთ კარგი ხაზი, გადაგზავნდით. აქ რა ხაზზე უნდა იარო და ყურადღებით მოусმინეთ ძრავის დინამიკას. ანუ თითქმის ვაფშე არ უნდა იყოს საჭირო რომ ტორმუზიან რამე ეგეთი მოგვიწიოს რა. ვიდრე ფიქრობ. შორიდან უნდა ვიყო არა, დილას რასაც ვამბობდი ეგ თემა არის რა. ამიტომ ხო იცი რაც ხდება. ყოველთვის ტრეკზე პირველად რომ მიდიან ფეხით იმიტომ ამოწმებენ რომ აი ის თვალთახედვის არე სწორად აღიქვან. ეგ არის მან დიდია რა, რას გატყუებს თვალი. აქ თვალი იმას გატყუებს იქ და რომ ამოდიხარ ვიწრო გონია ეს უცე. ნახე რა ფელა ადგილია. აჰა. გამოიყენე. ოკეი, აბა. და წინასწარ გაიხედე იქ რა გიწევს. ეხა გვითხრეს რომ ზევით ეს თუ გინდათ კაფეო. კაფე ღიაო და ავიდეთ ესეთი რა კაფე აღია. ნახოთ, ტრიბუნები, აუ. მე ჩამოვედი ჩინეთიდან. აი თომე რა შეასახა. всё, გასაგებია. ყველაფერი გასაგებია, აქ დაждები უყურებ. ქოიდან ეს ხარე საერთოდ არ ჩანს. ესეც კაფე. გამარჯობა. შიდა წყნარად როცა ივენთი არის, დაждები აქედან უყურებ. ხო და კიდე ბოლოსთვის ერთი კაი რჩევა იქიდა რომ გამოყვალთ. რაღაცნაირად ისე გახურებული არის ტვინის გონებაც, ხელიც, ფეხიც ყველაფერი რომ აი რაღაცნაირად აბა ეგ ხო ვიცი, მოდი აბა ვიზავ. ისეთი დაღლილი ხარ აქედან რომ გამოდიხარ და ყოფლიანი და გადასაგდები რომ მოდი თქვენი ჭირი მე აქ ნუ რაფერს ნუ ვიზავთ რა. სახში მიდით შვიდად. მერე დაელოდეთ აქ შემდეგ მოსვლას და მერე აქენით ისევ ჯობია ბევრად რა. დღეს სხვადასხვა ჩანთის გარეშე წამოვედი, ფეხის ჩანთით. ბევრად მაყოფილი ვარ, ბევრი ნივთი არ ჩამეტია, მაგრამ რა შედარებაა. იმიტომ რომ ეს ტყავის ეკიპირება უკვე პირველის ნახევარი არის, ალბათ даже პირველიც ხდება შეიძლება. მთლიანად ცველი ვარ რა. ხო და მაგრად ასწორებს რომ ეგ ჩანთა მაინც მოშორებული მაქვს ზურგიდან. ეგეც დიდი შეღავათია ამ დამღლელი აქ ამ რაღაცების კეთების მერე. ვარა ხელა ამოჭმულია. ხო და ეხა დავფიქრდი ეგეთ რაღაცაზე რა მაგარი იქნება რომ
რამე პატარა მოტო ვიყიდო აქაურობისთვის რა. Suzuki, აი რომელსაც უფრო კარგად ამოისვა, პლასმასებს მოხსნი, რომელსაც აფმარობ ქუჩაში, რომელიც ემსახურება მარტო აი აქ ვარჯიშს. რავი, რატომაც არა. 1.15 ან 1.3. ან KTM-ის 400 რაღაცა ძალიან გაუთლელი ტიპი არის, არაფერი არა აქ. ანუ რეგულირებადი არა აქ არაფერი. მაგრამ ყოველთვის როცა ეგეთ რაღაცებზე ვფიქრობ, აი ის ხო არ მჭირდება, ეს ხო არ მჭირდება, მე მახსენდება რომ ჯერ ფუნდამენტი რაც თავიდან სასწავლი გაქვს, იმდენად დიდი მასალა არის და იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ალბათ 70%-ს სხვაობას სწორად ტარებაში, დროშის თუ დროს უყურებ. მოკლედ პროგრესს რეალურად რაღაცების სწავლა უფრო იძლევა თავიდან, ვიდრე რაღაც 4 ან 5 ახალი ნივთის და დემპერის და რაღაცის დაყენება. არ ვამბობ, რომ ეგ ნივთები მნიშვნელოვანი და საჭირო არა, უბრალოდ თავიდან მე მგონია, რომ აი უმეტესობა ნაგავის რაც უნდა ჩამოითალო არის უბრალოდ ინფორმაციის ფორმატი და არა კონკრეტული ნივთები, რომელიც გაკლია რა. ტყავის ეკიპირებას აქვს გასახმარისება, როგორც ძრავი უნდა გაასახმარისო და რაღაც პერიოდი აი აპკატკას რო ეძახით რა. ეგეთი რაღაცა ჭირდება ტყავის ეკიპსაც და ეხლა ჩემი ტყავის შარვალი მაგალითად არის ძალიან ახალი და ქურთუკი მომჯდარი მაქვს, იმიტომ რომ დიდი ხანია ვხმარობ და შარვალი მეჭიდავება მუხლებთან, აი მუხს ქვევით ვერ ვშლი წესიერად, იმიტომ რომ მე წელში ზაბავს მიჭერს. ჩვეულებრივი ამბავი არის დრო უნდა რომ მოჯდეს რა ფორმაზე. რავი, ტყა აქ თუ წამოხვალთ ტყავის გარეშე უბრალოდ არ გირჩევთ. რაღაცა რომ მოხდეს და რომ მოსრიალდე, აი ეხლა მაგალითად დღეს ერთი ბიჭი გასრიალდა ოდნავ და არაფერი ფუტბექი დაზიანდა, ქაშბარები უყენია, იდეალური გამოსავალი არის თუ გინდა რომ მოტო შეინახო და წავიდა ახალი ფუტბექი მოიტანა და აყენა და გააგრძელა თავისი საქმიანობა რა და ეგ აპრიორი ნიშნავს იმას რომ აქ ეგრე პატარა ოდნავ ჩასრიალებები მოკლედ მოსული ამბავია რა. როგორ შევაფასებდი კიდე დღევანდელ დღეს რა. აი ბოლოს რო დავიწყეთ წრეზე სიარული, ჩაკეტილ წრეზე სიარული რა. შეგრძნება გამიჩნდა რაღაცის ახლის. კლიენტ ტრეკს რო დავდივართ არ მაგანს და რომ რაღაცა ვსწავლობ და აი წრეზე სიარულზე, ჩაკეტილ წრეზე მრგვალზე სიარულზე ძალიან კარგად შევიგრძენი რაღაცები და რავი ასწორებს რა. ეხა მივაკრათ ამას გესტენგ სტიკერები. ალბათ შემდეგ პარასკევს ისევ მოვალ. უბრალოდ ძალიან დაწყდა. მე მგონი რომ ამ დრომდე გაჩერება უკვე შეუძლებელია რა. აი წინ ვინც მიდის ეგ არის მიზეზი, ვის გამოც აქ აღმოჩდი. წამოდიო და მეთქი აი რა არის მანახე და მოვედი და რავი ცუდი არ არის ასწორებს რა. გაერთობით. სიახლეა ეხა ვინც თავიდანვე ტრეკისთვის არ ყიდულობს სპორტებს და 95% ტრეკისთვის არ ყიდულობს სპორტს. მაგათთვის მართლა ძალიან კაი მოსათელი რაღაც არის რა ვარიანტი რა. ხშირად გვეკითხებით ხოლმე რომ ტყავებში არ ცხელათო და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით ცხელა თუ არა.